გამარჯობათ მეგობრებო. ეს იქნება მეცხრე ვიდეო დამწყებთათვის. ახლა ავიღოთ ძაფი 60 თვალი რომ აიღო ჭხირზე, იმდენი ძაფი დატოვე აქეთ, ცოტა მეტიც. და ვიწყებთ ახლა თვლების აწყობას. ეს ვიცით უკვე რომ ვგსოვოთ სხვილი ძაფით, სხვილი ჭხირებით 4, 4.5, 5 და ძაფით შესაბამისად 4.5 ნომერით რო იქსოვებოდეს. გვაქვს წინა ვიდეოები, სადაც თავიდან და ნოლიდან დაწყება გვაქვს და ვისაც დაგაინტერესებთ და ამ ვიდეოს ნახავთ, მოძებნეთ წინა ვიდეოები თუ გინდათ რომ სულ თავიდან თვლების ამოყვანიდან დავიწყოთ გსოვა. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმეს და ვიღებთ თვლებს. ისევ უნდა ავიღოთ, ისევ ვამბობ რომ წინა ვიდეოში ჩვენ გვქონდა მოვგსოვეთ ქვედა ბოლო, ვისაც გაინტერესებდათ და ახლა ისევ იმ რაოდენობის თვლები გვჭირდება. ეს დაწყება ვიცით, ნახე? ერთ თვალს აქედან ჩვეულებრივად გამოვიყვან, შემდეგ აქედან გავალ და ასე გამოვიყვან. კარგად მოვჭიმავ აქ. ახლა ნახე, ეს ძაფი ხომ აქვს აქ, ეს ვიცით ეს ყველაფერი, უბრალოდ კარგად დავუკვირდი და გაიხსენებ და ძალიან ადვილად გააკეთებ. ჩამოვჭიმავთ. ახლა ნახე, ეს ძაფი ისევ ასე მაქვს, მაგრამ აქედან აღარ გავდივარ, აქედან გავდივარ. ჩამოვჭიმავთ კარგად აქ თვლებს. შემდეგ თუ აქედან გავედი წეღან და გამოვიყვანე, ახლა აქედან გამოვიყვან. ახლა აქედან გამოვიყვან. არის თქმა მინდა, არ შეგეშალოს ორი ერთნაირად არ ამოიყვანო და მე მგონი აი მე ასე ამოვიყვანე. ახლა აქედან გამოვიყვან. რადგან ახლა ჩვენ რასაც ვიწყებთ, აი ძალიან მინდა რომ იმ ნაკსოვში დაიკარგოს ეს თვლების აწყობა. არ ჩანდეს ერთი ზოლი და ხაზი, იმიტომ რომ თავიდან თვლებს რომ ვიღებთ, ხო მერე რაღაც არ არის ლამაზი ის დასაწყისი ქვემოდან ის გაბმული ხაზი. აი ერთი თვალი აქედან ამომყავს, ერთი თვალი აქედან ამომყავს. აქედან და იქიდან იცვლება მხოლოდ თითის მიმართულება ძაფი რო ამოვიყვანო, ხო? ან აქედან, ან აქედან, ან აქედან, ან აქედან. აი ასე, მხოლოდ ეს იცვლება, დანარჩენი ერთნაირად და ერთი და იგივეა. ერთი თვალი თუ აქედან ამოვიყვანე, მეორე თვალი აქედან ამოვიყვანე. ეხლა მე არ ვარ დარწმუნებული რომელიც საიდან ამომყავს საუბარში, ამიტომ შენ ყურადღებით აიღე თვლები. თუ შეცდომით ამომყავს ორი ერთი მხრიდან, შენ არ გაიმეორო ის, ამისი თქმა მინდა. ერთი აქედან, ერთი აქედან, მეორე აქედან. თანმიმდევრობით სულ ასე ცვალი. ერთი აქედან, მეორე აქედან. ძაფი სულ ასე გაქვს, სულ ეს იქით, ეს აქით. უბრალოდ თითის მიმართულება შეცვალე ძაფი როგორ ამოიყვანო. ეს აქედან, ახლა ნახე, ისევ ასეა, მაგრამ თითი აქედან ამოაქვს ძაფი. ეს ვითომ არაფერია, იცი, მაგრამ შემდეგ
აი აქ ორი ერთნაირი ახლა ეტყობა. ის სულ ასე უნდა დაწყვილდეს ეს ორული თვალი, თუ თან მიმდევრობით ამოვიყვანე მე ერთი აქედან, მეორე აქედან, ხო? სულ აი ასე უნდა დაწყვილდეს. და აი აქ ნახე ახლა ორი ერთნაირია. აქ ნახე სამი ერთნაირია, ამიტომ ასე არ გააკეთოთ. აი სულ ორ-ორი ამოიყვანე. ახლა მე რო თან ვსაუბრობ, საიდან ამოყავს აღარ მახსოვს. აი მეორე აქედან. ასე ამოიყვანე 60 თვალი, მხოლოდ 60 თვალი. და ახლა რას ვაკეთებთ ნახე. მე გითხარი რომ ყველა ნაქსოს ჭირდება რეზინა, რომ თავიდან ვნახეთ ჩვენ როგორ დატრიალდა ის ნაქსოვი და წამოვიდა და ვერ მივეცით ფორმა, ხო? ამიტომ გითხარი რომ ყოველთვის გჭირდება რეზინა. რეზინა რა არის? ერთი თვალი წაღმა, ერთი უკუღმა, ორი თვალი წაღმა, უკუღმა, სამი თვალი, ერთი, სამი, ერთი, ორი. ნუ შენ როგორც მოგეწონება, რომ ააწყო რეზინა. მაგრამ არის რაღაცა ნაქსოვები, რომ არ ჭირდება რეზინა. და რატომ არ ჭირდება? თვითონ ნაქსოვში ისია წაღმა და უკუღმა თავიდანვე სქემას ვამბობ, რაღაცა სქემას გსოვ, ხო? და ისე აწყობილი, რომ არ ჭირდება იმას. აი ეს ერთი კიდე ასეთ სამოვიყვან აქ, რომ ნაპირის თვალი იყოს და შემდეგ დავიწყებთ. სქემები სხვა კი არაფერია. არის წაღმა, უკუღმა, მატება, კლება, შემდეგ რასაც ვისწავლით და აი ახლა რას მოვგსოვთ ნახე. შემოვტრიალდი ახლა მე. არ ირგვლივ არ ვგსოვთ. ვგსოვთ ასე, გადი, გამოდი, მიდი, მოდი, აი ასე ვგსოვთ. სულ ახლა შემოვტრიალდი და პირველი რიგი უნდა მოვგსოვოთ. თვლები ავაწყე მხოლოდ, ხო? ჭხირს. ეს პირველი თვალი არ ვგსოვ, გადამყავს. ჩვეულებრივი თვლებია უკვე აქ ახლა. ნახე. უკუღმა, წაღმა. უკუღმა, წაღმა. წაღმა და უკუღმა თვლების გსოვა ვიცით, იმიტომ რომ თუ მომყვები და თუ გსოვ, უკვე რამდენიმე ვიდეო გვაქვს, რომ ვგსოვთ წაღმა, უკუღმა, წაღმა, უკუღმა. ახლა ააწყვე სულ ასე, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ასე მოგსოვე. უკუღმა მოგსოვე, ახლა წაღმა მოგსოვე, ეს წაღმაა, ახლა უკუღმა მოგსოვე. ერთი წაღმა თვალი ამოიყვანე, ერთი უკუღმა. მე ასე ვამბობ, რა ვიცი, ზოგი ამბობს წინა თვალი, შემდეგი თვალი, თუ რაღაცა თვალი, თუ როგორიღაც თვალი, როგორც ამბობთ. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. სულ ასე ცვალე, თითო, ორი ერთად როგორ. ორი წაღმა ან ორი უკუღმა არ მოგსოვ. აუცილებლად ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. რადგან ახლა ჩვენ რეზინას ხომ არ ვგსოვთ? რეზინას იმიტომ არ ვგსოვთ, რომ სქემას მოვგსოვთ ისეც, რომ რეზინა არ დაჭირდეს. და რატო გეუბნები აიღე 60 თვალი? 60 თვალი ასე თუ ისე ადვილი მოსაქსოვია შენთვის, როგორც დამწყები. აი გავედი ერთი უკუღმა, ერთი წაღმა და ბოლო თვალი მე ყოველთვის წაღმა ამომყავს. შენინება როგორ ამოიყვან ამ თვალს. მაგრამ ძაფისაითაც არის, ეს გაასწორი ხოლმე აქ თვალივით რო იყოს. მე ბოლო თვალს სულ წაღმა ვგსოვ. აქ არაფერია აუცილებელი და დაკანონებული, როგორც გინდა წაღმა ამოიყვან თუ უკუღმა, ერთი რამე იცოდე, რომ აი ეს უნდა გაასწორო აქ ნაპირი და ან იქით გადაატრიალო, ან აქით აი ეს ძაფი. პირველი თვალი, როცა გექნება შემდეგ გადასაყვანი. პირველ თვალს არ ვგსოვთ, შემოვტრიალდი. მე გითხარი, სულ ასე მოვგსოვთ.
გახსნილად გსურთ ახლა. ახლა ნახე. გვაქვს პირველი თვალი გადავიდა, ის არც წაღმაა და არც უკუღმა ვიცით. ახლა გვაქვს ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. როგორც მოვგსოვეთ პირველი რიგი და თვლები ავიღეთ, ეს არის ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. აქე რო შემოვტრიალდით ახლა, ღიად უნდა მოვგსოვოთ კიდევ ვიმეორებ, ასეც იქნება ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. იქიდან რო უკუღმა ვგსოვთ აქედან წაღმა, იქიდან რო წაღმა ვგსოვთ აქედან უკუღმა ეს. ეს იცი უკვე რომ ეს ზურგიანი თვლები, აი ასეთი თვლები უკუღმა, ეს ღია თვლები აქედან ასეთი წაღმა. შემდეგ ვაგრძელებთ. ნახე, ეს პირველი თვალი ხო მაქვს მე წაღმა, ხო? ეს არის წაღმა თვალი, ხო? ვგსოვ. ახლა შენ უნდა დაიწყოს სქემის მოგსოვა. ეს ხოა უკუღმა თვალი. შეხედე, ამ უკუღმა თვალს მე არ მოვგსოვ და ძაბს აგერ იქით ვტოვებ, აი ასე გადავიყვან. არ მოვგსოვ, ჩხირზე გადავიყვან უბრალოდ და ძაბს იქით დავტოვებ. ასე კი არ გადავიყვან, ასე რახან უკუღმა. იქით ვტოვებ ძაბს და აი ასე გადავიყვან ამ უკუღმა თვალს, არ მოვგსოვე. შემდეგი რა თქმა უნდა წაღმა თვალია, იმიტომ რომ ერთი-ერთი გვაქვს დაწყობილი, ხო? წაღმა თვალს მოვგსოვ. მოვიდა უკუღმა თვალი? არ მოვგსოვ. ახლა ნახე, წაღმა თვალია, მოვგსოვ. ჩხირები როგორ დაიკავო, ძაფი თვლები როგორ დაიკავო, ეს იცი უკვე. უკუღმა თვალი მოვიდა, არ ვგსოვ. ძაფი სულ იქით რჩება, იმიტომ რომ ეს გარეთა მხარეა, ლამაზი მხარე, საიდანაც უნდა ჩავიცვათ, რასაც მოვგსოვთ და უნდა იყოს აქედან სუფთა. აქ არ გვჭირდება ჩვენ ეს ძაფი, ამიტომ ვტოვებ შიგით ამ მხარეს, რაც არ გამოჩნდება და არ მინდა რომ ეს ძაფი აქეთ იყოს. როცა მინდა დავტოვებ, მაგრამ ახლა არ მინდა რომ აქეთ იყოს. შემდეგი თვალი მოვიდა წაღმა, მოვგსოვ. შემდეგი თვალი უკუღმა, ხო უკუღმა? არ მოვგსოვ. აი სულ ასე მოვგსოვ ახლა ამ რიგს, მე მთლიანად. უკუღმა თვალს გადავიყვან და ძაფს იქით ვტოვებ, არც ერთი უკუღმა თვალი არ მოგსოვო და ძაფი იქით დატოვე. ჩათვალე რომ ეს არის პირველი სქემა შენთვის ქსოვას იწყებ ახლა. ეს არის უკუღმა თვალი, გადავიყვანი, არ ვგსოვ და ძაფი იქით არის, აი ასე. წაღმა თვალს ვგსოვ. უკუღმა თვალს არ ვგსოვ. წაღმა თვალს ვგსოვ. ძალიან ადვილია, ხო? არაფერია რთული. ამ რიგზე ახლა რო ვგსოვთ, გარეთა მხარეა ეს და ჩვენ არ ვგსოვთ უკუღმა თვლებს, ვგსოვთ წაღმა თვლებს. არ ვგსოვთ უკუღმა თვლებს, ვგსოვთ წაღმა თვლებს. ყველა შემთხვევაში უკუღმა თვლების გადაყვანის დროს ძაფი სულ იქითაა, იმ თითს იქით მიაქვს, ნახე. წაღმა თვალს მოვგსოვ. ძალიან ადვილი სქემა. ბოლო თვალს აუცილებლად მოვგსოვ და კიდე გითხარი, მე წაღმა ვგსოვ. ახლა ნახე, ეს ძაფი ხო აქეთაა? ასე შემოვტრიალდები, რომ აქ არ გადაეხვიოს იქით და აქით და რაღაცა ნასკვები არ დავტოვო მერე. შემოვტრიალდი. ძაფიც კარგად დაიხვიე, ჩხირებიც კარგად დაიკავე, ნაქსოვსაც კარგად მოკიდე ხელი და ახლოს მოიტანე, რომ არსად გაგექცეს, აი ასე, აი ასე. ეს ყოველთვის მე აღარ გავიმეორებ, აღარ შეგახსენებ, რომ ამ თითს მოაქვს და იჭერს ამ თვლებს, ეს ჩხირის საით წავიდეს აკონტროლებს, ყველაფერს ეს თითი აკეთებს, ხო?
ამას უჭერია ეს ნაქვსოვი და ჩხირები. პირველი თვალი გადაყვავს, ეს პირველი თვალი ყოველთვის გახსოვდეს, რომ ძალიან ასე არ დატოვო დიდი. კარგად მოჭიმე და აი ასე, რადგან ეს პირველი თვალი რო არ იქსოვება, ცოტა უსწრებს გარბის ხოლმე თუ დიდი თვლები დაგრჩა აქ, ნაქვსოვთან შედარებით და მერე ნაქვსოვი აქ ნაპირში ასე დაგრძელდება. აი ასე მოჭიმე, მჭიდრო დატოვე. ახლა ნახე, მეორე მხარეს შემოვტრიალდი მე ის გვერდი, რასაც ვქსოვდი და არ ვქსოვდი, გავიდა ბოლომდე, ახლა რაღაც იცვლება და ნახე. ეს ხო უკუღმა თვალი, წაღმა მოვქსო. ახლა აქ რო ძაფია, ნახე ეს ისა იქიდან რო არ ვქსოვდით, აქედან ეს ხოა წაღმა. უკუღმა მოვქსო. უკუღმა თვალია, წაღმა მოვქსო. ეს ძაფი როა აქ. უკუღმა მოვქსო. ამ უკუღმა თვალს წაღმა მოვქსო. ვქსოვთ ახლა ამ რიგს მთლიანად წაღმა, უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, მაგრამ შეცვლილად. ეს ძაფიანი თვალი წაღმა და უკუღმა ვქსოვ, უკუღმა თვალს წაღმა ვქსოვ. აი ეს ძაფი რო ადევს ეს თვალი წაღმა და უკუღმა ვქსოვ, უკუღმა თვალს წაღმა ვქსოვ. ეს წაღმა და უკუღმა ვქსოვ, უკუღმას წაღმა ვქსოვ. არა მოიყვანო ორი ერთად წაღმები, ან ორი ერთად უკუღმები. მთლიანად ეს ნაქვსოვი არის სულ, სანამ არ დაამთავრებდა თვლებს არ დახურავ, სულ არის ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, მაგრამ ზოგჯერ იქსოვება, ზოგჯერ არ იქსოვება უკუღმა. ამ რიგზე ახლა ორივე თვალი იქსოვება, წაღმა იქსოვება უკუღმა, უკუღმა იქსოვება წაღმა. ეს წაღმა თვალია და უკუღმა ვქსოვ, ეს უკუღმა თვალია და წაღმა ვქსოვ. აი ეს ძაფიანი თვალი წაღმა და უკუღმა ვქსოვ, უკუღმა თვალს წაღმა ვქსოვ. სულ ასე მოვქსოვ ყველა თვალს. წაღმა უკუღმა. ერთი თვალი წაღმა, ერთი თვალი უკუღმა, მაგრამ შეცვლილად. ბოლო თვალი და წაღმა ვქსოვ. შემოვტრიალდი, მეორე მხარეს ვართ. ახლა ეს რომ მოვქსოვეთ ჩვენ წაღმაც და უკუღმაც და ეს ძაფი რო აქ იყო, ხო, ეს არის შიგითა მხარე. და ჩაიცვამ რაღაცას, ეს იქნება შიგნიდან. ეს არის გარეთა მხარე, რაც გარედან ჩანს. ახლა რომ შემოვტრიალდით. ახლა რას ვაკეთებთ? პირველ თვალს არ ვქსოვ, გადავიტანე, კარგად მოვჭიმე და ნახე. თუ კიდე არ ჩანდეს თვლები კარგად და შორს იყოს, გაადიდე ეკრანი, ახლოს რომ ნახო კარგად, რას ვაკეთებ. ნახე ახლა უკუღმა თვალი მაქვს აქ. ისევ არის ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ყველა თვალი. ვქსოვთ თუ არ ვქსოვთ, სულ იქნება ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. პირველი თვალი შემხვდა უკუღმა და ნახე ახლა. გარეთა მხრიდან ვქსოვ. აი, ამას. ასე არ გადაიყვანო. ძაფი აქეთ არ მოიტანო. ეს ძაფი ყოველთვის იქნება შიგითა მხარეს. გადავიტანე, არ ვქსოვ. გარეთა პირიდან ამ უკუღმა თვლებს არც ერთს არ ვქსოვ. წაღმა თვალია შემდეგი და ვქსოვ. უკუღმა თვალი გადამყავს, წაღმა თვალი ვქსოვ. როგორც მოდის, აქ არ ვცვლი. წაღმაზე უკუღმა, უკუღმაზე წაღმა, აქეთ რო იყო, ასე არ ვცვლი აქ. როგორც მოვა თვლები, ოღონდ უკუღმას არ ვქსოვ, ძაფი თავის ადგილას არის ისევ იქით. იმიტომ რომ ეს გარეთა სახეა.
წაღმას ვგსოვ, უკუღმას არა. წაღმა თვალს ვგსოვ, უკუღმას არა. ძაფი სულ იქით არის. ნელა მოგსოვე, დაკვირვებით მოგსოვე, ყურადღებით მოგსოვე და ძალიან ადვილი სქემაა. სამოცი თვალი აიღე და ზუსტად ეს სქემა გადი და გამოდი ასე ღიად ვგსოვთ და მოვგსოვოთ ქვედა ბოლო უკაცრავად ვილაპარაკობ და გადამაქვს და გადამაქვს. წაღმა თვალი იქსოვება, უკუღმა არა. და მოვგსოვოთ ისევ ქვედა ბოლო ახლა სხვა სქემით. არ არის ბევრი 60 თვალი, ცოტა თვლებია. ხელსაც მიაჩვევ გსოვას, წაღმა უკუღმები ერთად რო გსოვო, უკვე კონცენტრაცია გააკეთო და თან განასხვავო და თან ხელი მიაჩიო და უკვე თან სქემას მოგსოვ. დაინტერესდები, რომ რაღაცას გსოვ და ეს რაღაცა არის სქემა და თუ გამოგივა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, რამდენად უკვე შეძლებ მოერიო და უკვე სქემა გააკეთო ნაქსოვზე. გააკეთო რა, აწყო და მოგსოვ, გააკეთო რა არის. თან ადვილი, მე ვფიქრობ, რომ ეს ადვილი იქნება შენთვის. ახლა შემოვტრიალდით მეორე მხარეს, პირველი თვალი გადავიყვანეთ და აქ ნახე ისევ ის არის, რაც იყო იმ წინა რიგზე, იმიტომ რომ ისევ აქ შიგითა მხრიდან ვართ. ეს ძაფი რო აქვს, ეს წაღმა თვალია, გადმოწიე ეს ძაფი და ასე ნახე, რომ წაღმა თვალია, ხო? თუ არა, ძაფი რომელსაც ადევს ახლა და არ არის მოგსოვილი, ის თვალი უკუღმა იქსოვება. უკუღმა თვალი წაღმა იქსოვება. აი ეს ძაფი რო აქვს, წაღმა თვალი, უკუღმა იქსოვება. უკუღმა თვალი, წაღმა იქსოვება. როცა გსოვ შიგითა პირიდან, მაშინ ცვლი წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა. გსოვ ორივე თვალს, წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა. ყველა თვალს გსოვ, წაღმას უკუღმა, უკუღმას წაღმა. უკაცრავად. ერთი და იგივე მოქმედებას აკეთებ, როცა გსოვ შიგითა პირიდან. ცვლი წაღმას უკუღმა გსოვ, უკუღმას წაღმა, ორივე თვალს გსოვ. ერთი და იგივე მოქმედებას აკეთებ, როცა გსოვ გარეთა პირიდან. წაღმებს გსოვ, უკუღმებს არა. აქ სხვა არაფერი არ არის. სხვადასხვანაირად გსოვ, აქეთ მხარეს და იქით მხარეს. წაღმა უკუღმა არის აქ, უკუღმა წაღმა. შეცვლი უბრალოდ, სადაც წაღმებია მოგსოვილი, უკუღმა მოგსოვ და სადაც უკუღმებია მოგსოვილი, წაღმა მოგსოვ. აი ასე გამოვედით ნაპირში, ბოლო თვალი, შემოვტრიალდით. ეს სულ ასე უნდა მოგსოვო ღიად, გახსნილად, აი ასე, გახვალ გამოხვალ, გახვალ გამოხვალ. ახლა ნახე, წაღმა თვალია პირველი. მე აქ შემოვტრიალდი, პირველი თვალი გადავიყვანე და დავაკვირდები, რომელია ეს პირველი თვალი.
რადგან აქ იცვლება, არ იფიქრო, რომ აქ ერთი და იგივე უნდა იყოს. იცვლება, ნახე, ეს უკუღმა თვალი ხან აქეთ იქსოვება, ხან იქით. ეს წაღმა თვალი ხან აქეთ თვალზე იქსოვება, ხან იქით თვალზე. იცვლება და სქემა გამოდის სხვადასხვა თვალზე, სხვადასხვა ერთი სიტყვით. აქ თუ წაღმა თვალია მოვგსო, უკუღმა თვალს გადავიყვანა არ მოვგსო. ეს ძაფი სულ იქით იქნება ყოველთვის. ეს უკვე გარეთა მხრიდან გსოვ, გარეთა პირიდან და ამიტომ აქ ეს მოქმედება სულ. წაღმა თვალი წაღმა, უკუღმა არა. წაღმა თვალი წაღმა, უკუღმა არ იქსოვება. ნელა ყურადღებით გსოვე და ძალიან ადვილია. უკუღმა თვალი არ იქსოვება, ძაფი სულ შიგნიდან რჩება, ისაა შიგითა მხარე. შეგიძლია იცი რა ქნა? ნახე, აი აქ დასვის ანიშნი, აი აქ. ეს იქნება, ნახე, რო არ დაიბნე თავიდან, მაინც რთულია, მართლა რთულია პირველად როცა იწყებ ქსოვას და მით უმეტეს უკვე სქემებს, რო გაარკვიო სად რა არის. ამიტომ აი აქ დასვი ხოლმე სანიშნი, სადაც დასაწყისია და ეს დასაწყისი ნიშნავს, რომ აქედან იწყებ ქსოვას და აქედან იწყებ ყველაფერს, გარეთა მხარია ეს. როცა ეს თავშია, გარეთა პირია ეს. რო შემობრუნდები და ეს აქ არის, ესე იგი აქ ბოლოში ხარ, მეორეა და ეს შიგითა პირია, აუცილებლად ასე იქნება. აქედან ვიწყებთ და აქ მთავრდება ქსოვა, ხო, სქემა და ყველაფერი. ახლა, როცა აქედან იწყებს სქემის ქსოვას. ყველა სქემას აქვს დასაწყისი და დასასრული. ან ერთი რიგია, ან ხუთი რიგია, ან ორი რიგია, რა ვიცი. ყველა სქემას აქვს რაღაცა რაოდენობა, ხო? რომ გამოისახოს. ახლა ამ სქემას აქვს ორი რიგი. როგორც გიხსნი და ნახე, აქვს ორი რიგი. რას ნიშნავს ორი რიგი? აქედან ხო დავიწყეთ, ეხლა ავაწყვეთ ეს სქემა, ნახე. აი აქ, რო ჩვენ ეს არ იქსოვება, ეს იქსოვება. ეს არის პირველი რიგი ამ სქემის და როცა შემობრუნდები შენ პირველ რიგს რო ჩაგსო გახვალ ბოლოში, აქედან დაიწყე, ხო, ის სქემის დასაწყისი. გარეთა მხარე. როცა გახვალ უკვე გადაგსოვა გარეთა რიგს და შემობრუნდები, უკვე სქემის მეორე რიგია, შიგითა პირია, უკუღმა მხრიდან ხარ და აქ უნდა მოხვიდე აუცილებლად დასაწყისში. აქ ვერ გაჩერდები ვერასდროს. დაუშვათ შენ მოგსოვე ზომა უკვე რამდენიც გინდოდა ეს, ხო? 50 სანტიმეტრი, 5 მეტრა, 20 სანტიმეტრი, არ ვიცი, რამდენი გინდოდა, გეგმაში რა გქონდა, რომ მოგექსოვა, რამდენი გჭირდებოდა, ხო მოგსოვე ის. აქ ვერასდროს ვერ გაჩერდები. აქ უნდა მოხვიდე დასაწყისში, აუცილებლად. რასაც არ უნდა ქსოვდე, ჯემპერს, წინდას, ჟაკეტს, სათამაშოს, რა ვიცი, თუნდაც აი ამ პატარა ნაჭერს რო ქსოვ, ამას აქვს დასაწყისი და დასასრული. და აქ ვერასდროს ვერ გაჩერდები. აი აქ უნდა დაამთავრო ქსოვა და აქედან უნდა დაიწყო. და თუ შენ მოგსოვე უკვე ეს 5 სანტიმეტრი და მეტი არ გჭირდება, აქ უნდა იყო. აქ უნდა დამთავრდეს ბოლო რიგი და ქსოვა. აქ უნდა გქონდეს აი ეს ძაფი ბოლოს. აი ეს. ამიტომ დასაწყისში ხოლმე დასვი ეს ყოველთვის, რომ იცოდეს საიდან დაიწყებ და სად დამთავრდება ქსოვა. თან ეს უკვე განიშნებს, რომ აქედან რო იწყებ ეს გარეთა პირია. რო შემოტრიალდები და აქ უნდა მოხვიდე, ეს შიგითა პირია. რა ვიცი, აბა მე მგონი გასაგებია, არ ვიცი.
რამდენად შესაძლებელია, რა ვიცი, ვიდეოები დაგეხმაროთ, ახლა როცა ერთად არიან ადამიანები და უხსნი, ხო, იქ თუ რამეს ვერ გაიგებს, კიდე გიკითხავს, კიდე თავიდან ახსნი, ასე არ ვიცი, დააბრუნე ეს ვიდეო, კიდე უყურე, არ ვიცი, რამდენად გეხმარებათ იმედი გამოგადგებათ. ნახე, შემოვბრუნდით ახლა მეორე მხარეს, პირველი თვალი არ იქსოვება, გადავიყვანე და ახლა ნახე, შემხვდა უკუღმა თვალია. ამ უკუღმა თვალს წაღმა ვქსოვ, შეხედე შემდეგს ძაფი აქვს და წაღმა. ამას უკუღმა ვქსოვ, რადგან და რატო? ვიცით, რომ შიგითა პირიდან უკუღმა მხრიდან ვარ, რადგან აქ უნდა მოვიდე და შიგითა პირია. როცა ამ მხარეს ვქსოვ, ორივე თვალი იქსოვება, ოღონდ იცვლება. უკუღმა წაღმა იქსოვება, ეს წაღმა თვალი უკუღმა იქსოვება. უკუღმა წაღმა იქსოვება, ეს ძაფი რო აქვს წაღმა, თუ გინდა გამოწიე და ნახე რომ წაღმა დარწმუნდე, ეს უკუღმა იქსოვება. და კიდევ ორი წაღმა და ორი უკუღმა არ უნდა იყოს, საერთოდ არ უნდა მოგხსოვო ორი წაღმა და ორი უკუღმა ერთად, ანისე, ანაზე, რა ვიცი. ყურადღებით გსოვე, რომ არ შეგეშალოს. ამ სქემაში მხოლოდ არის ერთი წაღმა და ერთი უკუღმა და ერთ გვერდზე იცვლება წაღმა უკუღმას ადგილები, გადანაცვლებით გსოვ. ერთ გვერდზე მხოლოდ წაღმას გსოვ. ეს არის სულ ამისი ამბავი. შეიძლება რამდენიმე რიგი გაგიჭირდეს, მე უკვე ძალიან თავისუფლად მოგხსოვ. შემოვტრიალდი, ახლა ნახე დასაწყისში ვარ. სულ ეს არის დასაწყისი, რახან აქ დავამაგრე ეს, ასე დაამაგრე თავიდან საიდანაც იწყებ და ყოველთვის მიგანიშნებს გეცოდინება და არ დაიბნევი. არ გექნება საძებარი ნეტა საით მხარეს ვარ. პირველი თვალი არ იქსოვება და ნახე ვიწყებ ახლა სქემას. უკუღმა შემხვდა და არ ვგსოვ, რადგან გარეთა პირიდან ვარ და აქედან არ ვგსოვ უკუღმა თვლებს. წაღმა შემხვდა და წაღმა ვგსოვ. უკუღმას არ ვგსოვ და რა თქმა უნდა ძაფი სულ იქით რჩება. წაღმა თვალს ვგსოვ წაღმა. ახლა ამ სქემას მოგხსოვ ასე. აი აქ ნახე რა ქნა ახლა ამან. ჩვენ რო აქ რეზინა არ დავიწყეთ და იმიტომ არ დავიწყეთ, რომ ეს სულ წაღმა უკუღმა იყო და არსად არ წავიდო და არ დატრიალდებოდა, ანუ ეს ყოველთვის დასაწყისი როცა ამოგხსოვ ცოტას, ხო, აი ეს დაწყების თვლები მოჭიმე რომ დაჯდეს თავის ადგილას, გასწორდეს აუცილებლად, აი ასე. ყოველთვის ასე გაჭიმე, ყველა არც ერთი არ დაგრჩეს. აი ასე. პატარ-პატარა მონაკვეთი აიღე და გაჭიმე. თვლები დასაწყისში როცა იღებ თვლებს, ხო, ის ერჩება და უნდა გაჭიმო, რომ ეს თვლები თავის ადგილას დაჯდეს, გაიწიოს და იმ ნაქსოვს გაუსწორდეს და ნაქსოვში კარგად ჩაჯდეს. ახლა ნახე, ეს არსად არ წავა აქედან, არ დატრიალდება, როგორც ტრიალდებოდა. მე ასე ვფიქრობ. თან ისეთი თვლების ისეთი ამოყვანა, როგორც ამოვიყვანეთ ჩვენ, ამ ნაქსოვს მიესადაგება და ნახე აი ასეთნაირად ჩაჯდა იმ ნაქსოვში მთლიანად და ახლა ეს უნდა მოვგსოვოთ ქვედა ბოლო ისევ კიდევ ამბობ და რადგან ქვედა ბოლოს გსოვთ, ძალიან ისეთი ან რეზინა უნდა ჰქონდეს ისეთი, ან სულ არ ჰქონდეს, რომ ამას რო ჩაიცვამ ძალიან ლამაზად ჰქონდეს ბოლო.
ბოლო ხო ბოლოში ეს ბოლოა უნდა მოვგზავნოთ და რეზინაც მოვაგზავნოთ ამიტომ ეს ძალიან ისეთი თემა ქვედა ბოლოს დასაწყისი ეს ბოლოში რომ ძალიან ლამაზად უნდა დასვა ნაკსოვზე ახლა ეს მოუხდა ამას დაიკარგა და სულ არ ჩანს ის ხაზი და ზოლი დაწყების აი აქ ხო გითხარი სამი თვალი შემეშალა და ერთნაირები ამოიყვანე და ნახე ესაც სხვანაირია და არ მოუხდა ნახე რა ცუდად გამოჩნდა ის პატარა შეცდომა ამიტომ ეცადე ყოველთვის ძალიან დაკვირვებით გსოვო ახლა აქ ყველა თვალი ისე ამოვიყვანე როგორც გეუბნებოდი და ნახე რა ლამაზად დაჯდა ნაკსოვში ეს რას დაემსგავსა აქ სამი თვალი რო ერთნაირები ამოვიყვანე აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ხო ნახე ახლა შიგით ამ მხრიდან ეს ასეთი ნაკსოვია იმ ძაფს აქეთ რო ვტოვებთ ყოველ უკუღმაზე აი ასეთი ნაკსოვია ახლა ეს ქვედა ბოლო ძალიან კარგი სქემაა ამ მხრიდან ასეთია გამოვა ორმაგივით აი სქელი რა და ძალიან თბილი და კარგი და თან არ ნაკსოვი ქვედა ბოლოები ნაკსოვი კაბები ხო იცი რაღაცნაირად რომ გაიწელება ის ნაკსოვი ეს არის ამს მაგას და რატო ჯერ ერთი აი ეს ძაფი გადაყვანილები ეს დაიჭერს სქელი ნაკსოვია და არ გაიწელება ეს და ეს მომდგარი ქვედა ბოლო 60 თვალი კი არა თუ გინდა შენი ზომა დაიწყე ძალიან კარგი ნაკსოვი უნდა გამოვიდეს და თან აი ეს სქემა ძალიან უხდება ქვედა ბოლოს სქემები ყოველთვის როცა კარგ ქსოვას ისწავლი უნდა შეურჩიო რას ქსოვ და რა სქემა მოუხდება ჯერ იმ ნივთს რასაც ქსოვ როგორ თქვა რავი ტანსაცმელს რა სქემა მოუხდება იმას მეორე ძაფი რა ძაფი მოუხდება მესამე ფერი რა ფერს ქსოვ და რა სქემა მოუხდება იმ ფერს რამდენი რამე ჭირდება ხო მაგრამ ყველაფერს ისწავლი ახლა ეს თუნდა აიღე 60 თვალი და როგორც წინა ვიდეოში ისევ თოჯინას ქვედა ბოლო მოქსოვე თუ გინდა ცოტა დიდი მოქსოვე და ისევ მოქსოვე 18-20 სანტიმეტრი სიმაღლე ასე აი ეს ხო ახლა ხო დაიწყე არა გაკ მე რაც ავიღე მაგრამ შენ გაქვს 60 თვალი ამის მაგივრად დაიწყე ქსოვა და მოქსოვე 20 სანტიმეტრი დაახლოებით ხო შემდეგ მოვაქსოვოთ ისევ ორმაგი რეზინა როგორც იმ ქვედა ბოლოს მოვაქსოვეთ შემდეგ დავხუროთ თვლები შემდეგ შეკერვასაც გასწავლი ეს რომ მოვქსოვთ ამ ქვედა ბოლოს როგორ შევკეროთ აქ მე რო გეუბნები ეს ღიად მოქსოვე გან არ შეგვიძლია მოვქსოვოთ ირგვლივ როგორ არა მაგრამ მე მინდა რომ როცა მოქსოვ რაღაცას რაც არ უნდა იყოს შეკერვაც ვისწავლოთ იმ ნაკსოვის ერთი სიტყვით გიტოვება ამ თემას აბა სადამდე და როგორ გაართმევთას შენი წარმატება კარგად ბრძანდებოდეთ